დაბადება. თავი მე-40. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ შესწოდეს თავიანთ ბატონს ეგვიპტის ფარაონის მწდემ და მეპურემ. და განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს, მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესს. შეაგდო ისინი საპყრობილეში, მცველთა უფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დაპატიმრებული. იოსები მიუჩინა მათ მცველთა უფროსმა და ისიც ემსახურებოდა. ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში. ერთ ღამეს სიზმარი ესიზმრა ორთავეს, თითოეულ საკუთრივ განსამარტი, მწდეთუხუცესსაც და მეპურეთუხუცესსაც. მივიდა დილით იოსები მათთან და ხედავს, აჰა, დაუღრემილნი არიან. ჰკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად, რატომ ხართ დაუღრემილნი? უთხრეს, სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ ამხსნელი არავინაა. უთხრა იოსებმა, განაუფლისაგან არ არის ახსნა, მე მიამბეთ. უამბო მწდეთუხუცესმა თავისი სიზმარი იოსებს და უთხრა, სიზმარში ვხედავ, აჰა, ვაზია ჩემ წინაშე. 3 ლერწი ჰქონდა, როგორც კი გაიფურჩქნა, კვირტები გამოიღო და მტევნები დამწიფდა. ხელთ ფარაონის ფიალა მეჭირა, ავიღე ყურძენი, ფიალაში ჩავწურე და ფარაონს მივართვი. უთხრა იოსებმა, ეს არის მისი ახსნა, 3 ლერწი 3 დღეა. 3 დღის შემდეგ აგამაღლებს ფარაონი და დაგაბრუნებს ძველ თანამდებობაზე და კვლავ მიართმევ ფიალას ფარაონს უწინდელივით, როცა მისი მწდე იყავი. ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად წაგივა საქმე, ქენი სიკეთე, გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანი ამ სახლიდან. რადგან ებრაელთა ქვეყნიდან მომიპარეს და აქაც ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ დილეგში ვიჯდე. დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ მკეთილად ახსნა სიზმარი იოსებმა და უთხრა, მეც ვნახე სიზმარი. აჰა, პურის 3 მოწნული კალათა მადგას თავზე. ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგია, ხაბაზის ნახელავი და ფრინველი კენკავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან. მიუგო იოსებმა, ესაა მისი ახსნა, 3 კალათი 3 დღეა. 3 დღის შემდეგ თავს მოგკვეთს ფარაონი და ხეზე ჩამოგკიდებს, შენ ხორცს კი ფრინველი დაძიზგნის. მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო. ნადიმი გამართა ფარაონმა თავისი მსახურებისთვის და მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესიც გაიხსენა. დააბრუნა მწდეთუხუცესი ძველ თანამდებობაზე და კვლავ მიართმევდა ფარაონს ფიალას. ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოკიდა, როგორც განუმარტა მას იოსებმა. და არ გახსენებია მწდეთუხუცეს იოსები, რადგან დაავიწყდა.